გამარჯობა მეგობრებო, ეს ის იშვიათი შემთხვევა, როცა მე ვდებ სერიოზულ ვიდეოს. კომენტარის გაკეთება მინდა ბირჟა მაფიის კლიპზე და იქ ჩემ მონაწილეობასთან დაკავშირებით, იქიდან გამომდინარე, რომ ამდენ ადამიანში გამოიწვია ინტერესი და უმეტესობა ერთი და იგივე შინაარსის კითხვებს მისვამ და შევეცდები ამ ვიდეოში ერთიანად უპასუხო ყველაფერს და უპასუხებ თავარ შეკითხვასაც, რატო არის დაბლარული ჩემი კადრები კლიპში. პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ ქართველი რეპ შემსრულებლების პროდუქცია და არ ვიცნობ და არ ვიცი ვინ ვისზე პეთესია და ვისი რითმები ვისაც ჯობია და კლიპსაც შეეხება ამერიკა მეგობარმა მითხრა, რომ ბირჟა მაფიის ვიდეოს ვიხებ თუ რაღაც გადაობას ჩვენთვისო და ხომ მონაწილეობა მიმეყო, უნდა მეთამაშა პოლიციელის როლი. კარგი და ცუდი პოლიციელი თუ რაღაც ეგეთი. ბირჟა მაფიაზე მქონდა რაღაც ზოგადი ინფორმაცია, რომ არის პაროდიული ბენდი თუ ჯგუფი როგორც ქვია და აშარჟებენ ბიჭა ტიპებს. რაც რეალურად გამოდგა პირიქით. იქიდან გამომდინარე, რომ იუმორი ჩემგან არცთვის შორს არის, დავთანხმდი ამ ვიდეოს გადაღებაში და დავთანხმდი რიგი ფაქტორების გაუთვალისწინებლად, რაც ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა გამოდგა მგონი. პირველ რიგში არ ვიცოდი კლიპის შინაარსი. რაც გავიგე მას შემდეგ, რაც ეს საღადაოდ გადაღებული ვიდეო აღმოჩნდა კლიპი და YouTube-ზე დაიდო და რომ ვნახე აშკარა პროპაგანდა, ნარკოტიკული საშუალებების იარაღის, პოლიციის დაკნინება. უბრალოდ არ მინდოდა რომ ამ ყველაფრის ნაწილი ვყოფილიყავი და ამიტომ მივედი ვთხოვე რომ ეს კლიპი აიღოთ და ამოეჭრათ იქიდან ჩემი მომენტები, რაზეც უარი მივიღე, შემეძლო მეჩივლა საბოლოო ჯამში ამ კადრებს უბრალოდ ბლარი დაადეს თავისივე სურვილით. მოკლედ ამ ვიდეოთ იმის თქმა მინდოდა, რომ დაუფიქრებელი, გაუთვალისწინებელი ნაბიჯი გადავდგი, რაღაც გაურკვევლობაში გავეხვიე, წუხარ ამის გამო და ფაქტია, სანამ მეგობარს დახმარებას დავპირდები, რეალურად უნდა გავიგო რას ემსახურება ესა თუ ის საქმე და შემდეგ უკვე დავეხმარო სხვას.